გადაჭარბების გარეშე ვიტყვით და სიხარულით ვიტყვი, რომ არის უმნიშვნელოვანესი პროცესი არა მხოლოდ ჩვენი პარტიისთვის და რატო არა მხოლოდ ჩვენი პარტიისთვის. ვინაიდან ჩვენი პარტია არის მთავარი ოპოზიციური პარტია და სურს მამას თუ არ სურს, ბევრი რამე ამ ქვეყანაში თუ როგორ განვითარდება არის დამოკიდებული ამ პოლიტიკურ პარტიაზე. ამიტომ ეს პროცესი ჩემთვის არის სასიხარულო რატომ? რომ ბევრი ხილული თუ უხილავი ჯებირი, რომელიც არსებობს ნაციონალურ მოძრაობასა და საზოგადოების ნაწილს შორის. ბევრი მოგონილი თუ რეალური ესე ჯებირი, რომელიც არსებობს დღემდე ნაციონალურ მოძრაობასა და დანარჩენ საზოგადოებას შორის. აი ამ ჯებირების მორღვევის პროცესს ვაკვირდებით ჩვენ და თვალყურს ვადევნებთ. დიახაც, მე სურს რომ ნაციონალურ მოძრაობა გახდეს გაცილებით უფრო ღია და მიმღებლობა ჩვენს მიმართ გაიზარდოს. ამის მზაობას მე ვხედავ უკვე უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, თუნდაც გდანის რაიონში არჩევნებში, როდესაც მივიღე მონაწილეობა, ამაში დავწმუნდი, როდესაც ბევრმა არანაციონალური მოძრაობის ხარდაჭერმა დამიჭირა მხარი. მაგალითისთვის, ეხა ყველაზე დიდი პროცენტი დავაფიქსირეთ თბილისში გდანის რაიონში ნაციონალურ მოძრაობამ, მაგრამ პარტიაზე 16%-ით მეტი ავიღე მე როგორც მაჟორიტარმა, ხო? ანუ არის ხალხი, ვინც მაგალითისთვის შემოხაზა ერთი ხუთიანი, მაგრამ მეორე ხუთიანის შემოსახაზავად ჯერ მზად არ არის. და მე ამით რო გითხრათ რომ ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ მე პიროვნულად უფრო მეტმა დამიჭირა ხარი ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას როგორც პარტიამ, არ ვარ მაინდა-მაინც მინდა რომ ეს ყველაფერი გადმოვიდეს მთავარ ხარდაჭერაზე, ანუ აისახოს პარტიაზეც და ამას სჭირდება რა ახალი ხედვების გენერირება და მეტი გულწრფელობა და ძალიან ბევრი ახალი ადამიანი, როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი ადამიანი. ანუ უნდა იგრძნოს ხალხმა, რომ აქ ვიღაცის ხელმძღვანელობის ქვეშ კი არ მოვა მაინდა-მაინც. ვიღაცის მორჩილი კი არ იქნება, ის თავად გამოძერწავს და განსაზღვრავს ამ პარტიის მომავალსაც და შესაბამისად ამ ქვეყნის მომავალსაც და პლუს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა შევეგუოთ, რომ ჩვენ მოგვიწევს თანამშრომლობა ყველა ოპოზიციურ პარტიასთან და მომავალი ამ ქვეყნის დიახაც სწორედ დევს თანამშრომლობაში და კოორდინაციაში. ამიტომ ეს პროცესი არის ლაკმუსის ქაღალდი ჩემთვის. როგორ ხედავს აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი პარტიის წევრებისა და ამორჩევლებისა ამ პროცესს. და რამდენადაც მიიღებენ ისინი გადაწყვეტილებას, იმდენად მაღალი იქნება ლეგიტიმაცია ლევან ვარშალომიძეს პარტიის თავმჯდომარეობის პირობებშიც, მას ექნება მაღალი ლეგიტიმაცია და მეც განვახორციელოთ ის ხედვები, რომელიც ჩვენ გვექნება და ამას საზოგადოებას გავაცნობთ, რომლის მეშვეობითაც ჯერა რომ პარტია განვითარდება და დავამარცხებთ უძრაობას ოლიგარქის წყალობით, რომელიც თავს დაგვატყდა უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში. ამდენად არის ჩემთვის ძალიან სასიხარულო ეს პროცესი. უდიდესი გამოწვევები ერთის მხრივ კარსმომდგარი არის პერიოდი, როდესაც ჩვენ მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის გამოხატვა მოგვიწევს სხვადასხვა სახით, მეორე მხრივ თანამშრომლობა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მჭიდრო და მესამე მხრივ შენი ელექტორალური მხარდაჭერის გაზრდა. აი სამივე ერთდროულად არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისახედი და დრო დასაკარგი არ არის. ამიტომ დღეს ნაციონალური მოძრაობის როგორც პარტიის თავმჯდომარეობა არის ერთის მხრივ, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს. უდიდესი პასუხისმგებლობა, უდიდესი, იმაზე მეტი ვიდრე შეიძლება ბევრს წარმოედგინოს. და ამავე დროს, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივი.